გამარჯობა, ვაგრძელებ საუბარს ადამიანის საჭმელი ტრაქტის სისხლმომარაგებაზე. დღევანდელ ლექციაში ვისაუბრებ სწორი ნაწლავის არტერიულ სისხლმომარაგებაზე. მოცემულ სლაიდზე მარჯვენა მხარეს ვხედავთ მაკროპრეპარატს, იგი ეკუთვნის დედრობის სქესს. წინა მხარე არის აქეთ მოთავსებული, ეს უკანა მხარე, ანუ აქ ბოქვენია, ბოქვენის სიმფიზე, აქეთ არის გავიზვალი, აი კარგად ჩანს. და შესაბამისად ამ მაკროპრეპარატს ჩვენ ვუყურებთ გვერდიდან ბუნებრივია, რადგან საგიტალური კვეთია გატარებული და მარცხენა მხრიდან. აი ამ თეთრი წყვეტილი ხაზებით მონიშნული არის სწორი ნაწლავი, მის წინ ბუნებრივია არის საშვილოსნო, საშო, ეს შარდის ბუშტია, აქ ურეთრაც არის აღნიშნული. და ახლა ვთქვათ სკელეტოტოპია სწორი ნაწლავის, აი ჩანს კიდევაც, აი პირველი, მეორე, მესამე, ანუ S3-ის დონეზე იწყება სწორი ნაწლავი, მისი სიგრძე დაახლოებით 10-12 სანტიმეტრია, თუმცა ზოგიერთ ლიტერატურაში 15 სანტიმეტრით შეიძლება შეგხვდეს, ეს უკვე გვესმის, რომ ვარიაბელურია და არ უნდა გაგვიკვირდეს. ნაწილები შემდეგია ძალიან მარტივად, ზედა, შუა და ქვედა. ზედა ნაწილის სიგანე დაახლოებით 2-დან 3 სანტიმეტრამდეა დიამეტრი. შუა ნაწილი გაცილებით მეტია თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, დაახლოებით 8 სანტიმეტრამდე შეიძლება იყოს მისი სიგანე, დიამეტრი. იქიდან გამომდინარე, რომ მას რეზერვუარის ფუნქცია აკისრია. ანუ, როდესაც ფეკალური მასები ხვდება მასში, იგი რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს და შესაბამის დროს, როდესაც საშუალება მიეცემა ადამიანს, მოხდეს დეფეკაციის პროცესი. როგორც თქვათ, შარდის ბუშტის შემთხვევაში, ხო? შარდის ბუშტში ინახება შარდი და შესაბამის დროს ხდება მოშარდვა. აქაც იგივეა. ანუ რეზერვუარის ფუნქციას აი ეს ნაწილი ასრულებს და აქედან გამომდინარე, აი აქეთაც მარცხენა მხარეს არსებულ ნახატზე კარგად ჩანს, საკმაოდ განიერია ეს ნაწილი, ამპულური ნაწილი. ანუ არის რეზერვუარი. რაც შეეხება დისტალურ ნაწილს, ანუ ქვედა ნაწილს სწორი ნაწლავისას, მისი დიამეტრი დაახლოებით არის 2 სანტიმეტრი ნახევარი. გადავიდეთ ახლა მარცხენა ნახატზე უკვე, მარცხენა მხარეს არსებულ ნახატზე, ამ ორგანოებს ჩვენ ახლა ვუყურებთ უკანა მხრიდან. ეს მარტივი გასაგებია, იმიტომ რომ სიგმოიდური ნაწლავი, როგორც წესი, ვიცით რომ მოთავსებული არის მარცხენა მხარეს, ანუ ეს თუ მარცხენა მხარეა, შესაბამისად ეს მუცლის აორტა ვხვდებით, ეს სწორი ნაწლავი, ეს კი მისი ტოტები. შესაბამისად ამ ორგანოებს ჩვენ ვუყურებთ უკნიდან. აი წინა სლაიდზე, აი აქ ვუყურებთ წინიდან. აი ეს არის სიგმოიდური ნაწლავი, აი ეს არის მარცხენა მხარე, შესაბამისად წინიდან ვუყურებთ. როგორც გვახსოვს, აი მუცლის აორტას გამოეყოფა ერთ-ერთი კენტი არტერია, რომელსაც ჯოჯლის ქვედა არტერია ეწოდება, წინა ლექციაზე განვიხილეთ მისი ტოტები დაწვრილებით და მისი ტერმინალური ტოტი, ესეც ვახსენე, არის სწორი ნაწლავის ზედა არტერია, აი ამ არტერიაზეა საუბარი და აი ამ მოცემულ სლაიდზე აი ესე ჩანს, ანუ წინიდან ხო გამოეყოფა მუცლის აორტას და შესაბამისად აი ამაზეა საუბარი. ეს თვითონ ჯოჯლის ქვედა არტერია და მისი ერთ-ერთი ტოტი აი ეს არის. და იგი თავის მხრივ განიცდის ბიფურკაციას და ორ ტოტს გვაძლევს შესაბამისად მარცხენას, ანუ აქეთ ამ მხარეს მოემართება და მარჯვენას. აი ეს ტოტებია და იგი უხვად მერე შემდგომ დამატებით ტოტებს იძლევა ერთმანეთთან ანასტომოს ამყარებს და საერთო ჯამში ეს ტოტები ლორცქვეშა შრეში სწორი ნაწლავისა უკავშირდება შემდგომ ტოტებს სწორი ნაწლავისას და ეს არის შუა და ქვედა ტოტი ამ სახელით არის და არ უნდა გაგვიკვირდეს, ანუ გვაქვს ზედა, შუა და ქვედა. უბრალოდ სხვადასხვა ტოტებს გამოეყოფა და ეს უნდა განვიხილოთ. უშუალოდ ჯორჯილის ქვედა არტერიის ტოტი არის სწორი ნაწლავის ზედა არტერია, შემდგომი ტოტი არის სწორი ნაწლავის შუა არტერია, რომელიც თავის მხრივ აი ამაზეა საუბარი. აი ეს არის და შესაბამისად აქეთ მარჯვენა იქნება საპირისპირო მხარეს მარცხენა. ანუ აქ უკვე აუცილებლად გვიწევს საუბარი მარჯვენა და მარცხენა. იმიტომ რომ სხვანაირად არ არსებობს როგორც ასეთი სწორი ნაწლავის შუა არტერია, უბრალოდ არ არსებობს. არის ან მარჯვენა, ან მარცხენა. და ახლა ეს რისი ტოტია? იგი არის უშუალოდ თეძოს შიგნითა არტერიის ტოტი, რომელიც თავის მხრივ აქეთ ბუნებრივია იქნება მარჯვენა.
და თეძოს შიგნითა არტერია თავის მხრივ ტოტი არის თეძოს საერთო არტერიის, ამ შემთხვევაში მარჯვენაზეა საუბარი და თეძოს საერთო არტერია კი არის ტოტი მუცლის აორტის. ანუ მუცლის აორტა, როგორც ვიცით, ბიფურკაციას განიცდის დისტალურად და გვაძლევს მარჯვენა და მარცხენა თეძოს საერთო არტერიებს. და აი ამ შემთხვევაში მარჯვენას რადგანაც განვიხილავთ, მის ტოტს, ანუ ორ ტოტად იყოფა, ეს არის შიგნითა და გარეთა, მარჯვენა და მარცხენა შესაბამისად და ეს ამ შიგნითა, თეძოს შიგნითა არტერია თავის მხრივ კიდევ ორ ღეროს იძლევა, წინა და უკანა ღეროს და აი წინა ღეროს ტოტებზე გვიწევს საუბარი, როდესაც სწორი ნაწლავის არტერიებს განვიხილავთ. ამ შემთხვევაში შუაზეა საუბარი და ქვედაზე. აი წინა ღერო, აი ახლა აი ეს რაც არის, შესაბამისად აი ეს გამოდის წინა ღერო. თეძოს შიგნითა არტერიის, ну ამ შემთხვევაში მარჯვენასი. რაც შეეხება ახლა შემდეგ ტოტს, ამ დისტალურად მივდივართ, ხო? ეს არის უკვე სწორი ნაწლავის ქვედა არტერია და აი ეს არის, მაგრამ იგი უშუალოდ თეძოს შიგნითა არტერიას არ გამოიყოფა. თეძოს შიგნითა არტერიას გამოიყოფა შიგნითა სასირცხო არტერია, აი აქ აღნიშნულიც არის. აი ეს არის, აი ეს არის, აი ამ ტერმინალური ნაწილია, ხო? და გამოეყოფა მას უკვე შემდგომი ტოტი, რომელიც არის სწორი ნაწლავის ქვედა არტერია. ну ამ შემთხვევაში მარჯვენა და შიგნითა სასირცხო არტერიაც, რა თქმა უნდა, არის მარჯვენა. და ეს შიგნითა სასირცხო არტერია, გავიმეოროთ, არის ტოტი თეძოს შიგნითა არტერიის და თეძოს შიგნითა არტერიის, ოღონდ რომელი ღეროსი წინა ღეროსი. ესეც კარგად უნდა გვესმოდეს და თეძოს შიგნითა არტერია მარჯვენა ამ შემთხვევაში არის ტოტი თეძოს საერთო არტერიის მარჯვენასი და თეძოს საერთო არტერია ეს მარჯვენა არის კი მუცლის აორტის ტოტი ბიფურკაციის შედეგი. გასაგებია, ხო? ანუ ამ ტოტებს გვაძლევს. ეს რაც შეეხება აი ამ ძირითად სამ ტოტს, ახლა დამატებითი ტოტებიც უნდა ვახსენოთ და ამ ნახატში ნაჩვენებია. აი აქ რომ არის, აი ეს არის დამატებითი. დამატებითი შუა მარჯვენა, სწორი ნაწლავის შუა მარჯვენა არტერია. აი ეს არის. აი ამაზეა. საუბარი ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირია, რომელიც გვხვდება დაახლოებით 20-30% არის, თან კიდევ გვხვდება ისეთი ვარიაცია, როდესაც ცალკეულად არ გამოეყოფა სწორი ნაწლავის შუა არტერია და გვაქვს დამატებითი, რომელიც არის ტოტის ტოტი. მაგალითად, აი თეძოს შიგნითა არტერიის ტოტები ასევე არის შარდის ბუშტის ქვედა არტერია, რომელიც მეზობლად არის და შესაბამისად გამოეყოფა მას ეს დამატებითი. ან სქესის მიხედვით თქვათ, შეიძლება გამოეყოფოდეს საშვილოსნოს არტერიას, შესაბამის მხარეს, მარჯვნივ, მარცხნივ და ასევე შეიძლება მამაკაცის შემთხვევაში წინამდებარე ჯირკვის არტერიას გამოეყოფოდეს, შარდის ბუშტის ქვედა არტერიას გამოეყოფოდეს ორივე სქესის შემთხვევაში. ანუ მეზობლად არსებული ამ სინტოპიიდან გამომდინარე, არსებულ ტოტებს შეიძლება გამოეყოფოდეს რამე დამატებითი, რომელიც დაუკავშირდება სწორ ნაწლავს და მიიღებს მონაწილეობას მის არტერიულ სისხლომარაგებაში. ფაქტობრივად, სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.